გამარჯობა ეთერშია დღის ამბები 2-ზე მე ვარ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე. თქვენ თუ მოიაზრებთ თქვენს თავს მომავალ პატრიარქად. მე მოვიაზრებ სინოდის ყველა წევრს ჩემს გარდა. ეს არის ფრაგმენტი ნეტგაზეთის ჟურნალისტის და მიტროპოლიტ დიმიტრის დიალოგიდან. ინტერვიუ ნეტგაზეთმა გუშინ დღის მეორე ნახევარში ჩაწერა. დიმიტრი შიოლაშვილი ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტია, პატრიარქის ძმისშვილი. რატომ ამბობს უარს მეუფე იყოს მომავალი პატრიარქობის კანდიდატი? ხომ არ იყო ეს ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმის თუნდაც ირიბი პირველი შედეგი? ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ამბობს, რომ საკუთარ თავს მომავალ პატრიარქად ვერ ხედავს, მეტიც პატრიარქობას გამორიცხავს. ციტატა: "ვთვლი, რომ მე ამ უმძიმესი ტვირთის ტარებისთვის მზად არ ვარ. ასე ვთქვათ, ეს შეუძლებელია ჩემთვის, თუნდაც ჩემი ნათესაური კავშირის გამო პატრიარქთან. ვთვლი, რომ პატრიარქი არის ეპოქალური პიროვნება, მან შექმნა ეპოქა ერთი გვარის ადამიანებიდან პატრიარქი საკმარისია ეკლესიისთვის. ჩემი თავი გამორიცხულია, მე ამას პირველად ვამბობ სახალხოდ", უთხრა მან ნეტგაზეთს. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ამ აუდიოს ფრაგმენტი. მე ვიდეო ვიქრათ, რომ საერთო სამთელოზე საუბარი. ვთვლი, რომ არის უცნაურობა. დიახ. როცა ცოცხალია პატრიარქი, ითუმეტეს შემოხიზდა. დიახ. და მე მოვიაზრებ თელ ყველა სიმოც. ყველა სიმოც ყველა წევს ჩემს გარდა. ვთვლი, რომ მე არა ვარ აი ამ უმცირესი ტვირთის ტარებითი ასე ვთქვათ, ის შეუძლებელია. მოდით გადავხედოთ დეკანოზის საქმის მთავარ ფრაგმენტებს. ეს რთული დრამა უკვე 2 კვირაა ჩვენს თვალწინ ვითარდება. 10 თებერვალი დეკანოზ გიორგი მამალაძეს აკავებენ აეროპორტში ციანიდის სავარაუდო გადატანის მცდელობისა და მკვლელობის მომზადების ბრალდებით. გერმანიაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ჩადის და პატრიარქის დაცვის უფროსი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის თბილისში დროებით ჩამოდის. 13 თებერვალს მთავარი პროკურორი ბრიფინგს მართავს და განმარტავს, რომ დეკანოზი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. იმავე დღეს მთავრობის წევრები საუბრობენ ტრაგედიაზე, რომელსაც ქვეყანა გადაურჩა. 18 თებერვალს კვირიკაშვილი ამბობს, რომ მთავრობა თავს იკავებს გამოძიების მასალების გამოქვეყნებისგან, რათა ეკლესიის როგორც ინსტიტუციის მიმართ საზოგადოების ნდობა შეინარჩუნოს. ბერლინში პატრიარქის ვიდეო განცხადება ვრცელდება დეკანოზის საქმეზე, რომელსაც ზუგდიდის ცაიშის ეპარქიის Facebook გვერდზე სრული სახით არ იყო გავრცელებული. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 20 თებერვალს ოპერაციის შემდეგ საქართველოში ბრუნდება. მას იმ საღამოსვე სტუმრობენ პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტარები, მეორე დღეს ისევ პრეზიდენტი, შემდეგ პრემიერი, 2 ვიცე-პრემიერი, მთავარი პროკურორი. 21 თებერვალს პატრიარქი ჯერ ერთობლივ გამოძიებაზე საუბრობს. 21 თებერვალს ეს საღამოს პატრიარქის მდივანი ამბობს, რომ საპატრიარქო გამოძიებას ენდობა. 23 თებერვალს ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატრიარქის დაცვის უფროსი საპატრიარქოში არ უნახავთ. ამაზე პატრიარქის მდივანი მიხაელ ბოტკოველი საუბრობს. დაცვის უფროსი სოსო ხანაშვილი ამბობს, რომ მიხაელ ბოტკოველი ცრუობს. მამა მიხაელ ბოტკოველი პროტესტის ნიშნად საპატრიარქოს ტოვებს. ლაშა ჟვანია პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს არ არის შეთანხმებული პატრიარქთან და ემოციური გადაწყვეტილებაა. მეუფე დიმიტრი კი, როგორც მოგიყევით, ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ პატრიარქობას არ აპირებს. და ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია, რომელსაც ნეტგაზეთი ავრცელებს, რომ 24 თებერვლის მდგომარეობით ილია მეორეს დაცვის უფროსი სოსო ხანაშვილი ირიცხება დაცვის სამსახურის რიგებში. მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქისა და საპატრიარქოს დაცვას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქართველოს საპატრიარქოს უსაფრთხოებისა და ქონების დაცვის სამმართველო უზრუნველყოფს. 99 მომხრე და 20 წინააღმდეგი საქართველოს პარლამენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. დეპუტატები მეორე მოსმენა დაიწყეს უკვე პროექტის განხილვა მეორე მოსმენით. გვანამუსებთ, რომ დროს ვჭიმავთ, უთხრეს უმცირესობის წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ოპოზიციას პროცედურულად დროის გაჭიმვაში ადანაშაულებს და ევროპულმა საქართველომ პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც მეორე მოსმენით ფარულ მოსმენა მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილებოდა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ოთარ კახიძე ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის
სუსის, ანუ უსაფრთხოების სამსახურის ნოტარიუსად ქცევას. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ამ განხილვების განმავლობაში ყველანაირად შეგვიზღუდეთ აზრის გამოთქმის საშუალება, მოგვიხსენით ფრაქციების დროის გამოსვლის საშუალება, გვაწყვეტინებდით და გვითიშავდით მიკროფონებს, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ საბოლოოდ ხელი მოაწერა პარლამენტის სუსის ნოტარიუსად ქცევას. ამ ინიციატივით, რომელიც ქალბატონმა ბესელიამ დააყენა, ჩვენ პრაქტიკულად პარლამენტში გავხადეთ მთელი საკანონმდებლო პროცესი ფარსი და ჩვენ ამ ფარში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ნახოთ კომენტარები, რომელიც დღეს პარლამენტის ხდომაზე გაკეთდა. Თქვენი ამოცანა არის უბრალოდ დროზე მოიცილოთ ეს კანონპროექტი და გადავიდეთ სხვა საკითხებზე. და ეს კანონპროექტი არის ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი კანონპროექტი. ამიტომ თუ ჩვენ დავჯდებით და შევთანხმდებით გარკვეულ საკითხებზე, მაშინ შესაძლებელია რომ აზრი გქონდეს დისკუსიას და ხა თქვენ თუ ის გინდათ, მაშინ საერთოდ გავაუქმოთ მოსმენა და პირდაპირ კენჭი უყარეთ. პროცედურა ასეთი იყო, თქვენ ხელოვნურად წელავდით დროს. დღეების განმავლობაში შესაბამისად უმრავლესობის არც ერთი წარმომადგენელი არ ერთვებოდა დისკუსიაში. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებსაც ესახურული შეხვედრებიდან შემიძლია გითხრათ, ქონდა თავისიანთი შენიშვნები, მოსაზრებები კონკრეტულ პუნქტებთან დაკავშირებით, თქვენ პრაქტიკულად ჩაშალეთ საგნობრივი განხილვა პირველი მოსმენის ფარგლებში. ჩვენ მომსწრევართ იმის, რომ ჯერ ფრაქციებს შეუზღუდეთ გამოსვლები, ყოველწუთში გვანამუსებთ, რომ ჩვენ აქ დროს ჭიმავთ. მე მგონი დანაშაული ჩვენის მხრიდან ეს არ არის. მე მგონი დანაშაული ხდება თქვენის მხრიდან, როდესაც პარლამენტის წევრებს გვიზღუდავთ აზრის გამოთქვას. წარმოგიდგენთ საქართველოს ოპერატიული ტექნიკური სააგენტოს შესახებ კანონს მეორე მოსმენით პირველ თავთან დაკავშირებით გაგაცნოთ, რა შენიშვნები იქნა გაზიარებული და რა შენიშვნები ითქვა გამოთქმული. ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ამ საკანონმდებლო პაკეტს მხარს არ უჭერს, მათი შეფასებით ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეესაბამება და ის ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების კონტროლის პოლიტიკური ბერკეტია. საპარლამენტო უმცირესობას კანონპროექტის საკუთარი ალტერნატიული ვარიანტიც აქვს შემუშავებული, რომელიც მათი განცხადებით ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისთვის დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნის გარანტიას იძლევა. ნაციონალურ მოძრაობას აქვს ეს ინიციატივა, მართლ გუნდში პროექტს ოქროს შუალედს უწოდებენ, რომელიც ერთდროულად მოქალაქეთა უფლებებსა და საზოგადოების უსაფრთხოებას დაიცავს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით ფარული მოსმენების განსახორციელებლად სუსის დაქვემდებარებაში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო იქმნება. უწყების ტექნიკურ აღჭურვაზე და შენობა პერსონალის შენახვაზე 2018 წელს 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მობილური ოპერატორები სააგენტოს მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 200,000 ლარამდე დაჯარიმდებიან. ზედიზედ 4ჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი საქმიანობის უფლება ჩამოერთმევათ. ციტატა სააგენტო უფლებამოსილი ორგანოს მომართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ფარული მეთოდებით, კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვის უნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციისა და სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვების მიზნით განახორციელებს ღონისძიებებს, რომელიც უკავშირდება სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებას და ჩაწერას. გუშინ პარლამენტში საკომიტეტო განხილვის დროს მობილური ოპერატორების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ სხდომაზე და მათ საჯარო ღია პრეტენზიები დააფიქსირეს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია ეს ფრაგმენტიც მოვისმინოთ. არც ერთ ხარს ერთ-ერთს ჩვენ იმას გარდა რაც კომუნიკაციას ვაწარმოებთ A-წერტილსა და B-წერტილს შორის თუ C-სა და D შორის იმის იქით არ გავწევთ. უკაცრავად რა ეხა ძალიან შორს მივდივართ ამ საუბრით. რა მეგისრებათ? რა თქმა უნდა მეგისრება. იქ ადაპტერი არა იცით რა აი ახლა ბძანა ბატონმა დავითმა ბძანა. გავლილი გაქვთ ავტორიზაცია თქვენ რა არა მომისმინეთ ბატონმა დავით ადაპტერზეა ლაპარაკი. ბატონმა დავითმა ბძანა ჩვენ ვერ გაუძლებთ. არ გამოვა ხوامე საყიდელი მეკნება მეხუთე თაობის ისა. გადავიხადეთ ახლა ის ბიუჯეტი თქვენ გადაიფარეთ რამდენზეც ყოფნის.
ამაზეა ლაპარაკი, თორე ჩვენ რო გქონდეს იმხელა ბიუჯეტი, რომ ვაკონტროლებდეთ ჯარს, რომელიც სოჭს დაიბრუნებდა, ხო დავიბრუნებდით. ჩვენ ვართ მცირე ინტერნეტ პროვაიდერები, ძალიან მინიმალური დანახარჯებით გვაქვს ეს ქსელები აწყობილი და შემოსავალიც ძალიან მცირეა. შესაბამისად ეს იქნება ჩვენთვის კატასტროფა. ან უნდა ვიმოქმედოთ კანონგარეში ესე გამოდის, რომელიც საბოლოო ჯამში მაინც დაჯარიმებასთან მიგვიყვანს და დაასრულდება ჩვენი საქმიანობა, ან დღეს რომ დავიხუროთ კოდი და დავიდეთ სახში. ჩვენ ისიც კი არ ვიცით რეალურად რა თანხა დაგვჭირდება ჩვენ ამ გადაიარაღებისათვის, რა აპარატურა გვაქვს საყიდელი. შეიძლება ეს იყოს $100,000, $200,000, შეიძლება მილიონი იყოს. სახელმწიფო ახორციელებს თავის უფლება მოვალეობებს, თავის ვალდებულებებს და რატომ უნდა ვიხადოთ დამატებით თანხები ბიზნესმა.